ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში უკვე სტუმართან ერთად ავთანდილია ჩვენი სტუმარი. დღეს ვისაუბრებთ არა მხოლოდ მის წარმატებულ კარიერაზე, არამედ ყველაფერზე. როგორ დაიწყო და როგორ გაიარა ის ძალიან რთული გზა და ვფიქრობ ღირსეულად. და არ ვარ მარტო ვინც ასე ფიქრობს. მადლობა მობრძანებისთვის და სალამი. დიდი ძალიან მიყვარს თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენი უდიდესი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა გარდა იმისა, რომ ზე პროფესიონალი ხარ, კიდე ადამიანი ხარ საოცარი, რომელთანაც მეგობრობა არის ერთი ფუფუნება და ძალიან დიდი მადლობა. მე კიდე სულ მაქვს ის მომენტი, როცა ადრეული ახალგაზრდობიდან ის ადამიანები ძალიან სევდიანად ჟღერს ეს სიტყვათა თანწყობა და არ ვიცი, აი კაი, ბავშვობიდან ერთად რომ მოვტივართ 5 კინკილა რესპონდენტი ვიყავით და 5 კინკილა წამყვანი და ყველანი რომ გავიზარდეთ და ისე გვიხარია ერთმანეთის ნახვა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ნუ ყოველ შემთხვევაში მე მანთებს, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ ცხოვრებას როცა გადიხარ შენს თავგადასავალს ცხოვრების იქ იცხრილება ძალიან ბევრი მომენტი ცხოვრებიდან რაღაცას კეტავს სამუდამოდ და ყოველთვის ვაფასებ იმ მომენტს და ვცდილობ რომ ყოველთვის ვუთხრა ჩემ თავს და აღვნიშნო რომ როცა მიხარია ადამიანი ეს მას ვუთხრა და გავუზიარო რომ თითქოს ამის ნაკლებობა გვაქვს ადამიანებს და ყოველთვის როცა მიხარია ვამბობ და ვეუბნები ეს სულ ასე იყავი, მე ჩემმა შვილმა მასწავლა აი ეს უცნაური რა. მე სულ ასე ვიყავი. ხო და მე მეგონა რომ გრძნობდი სულ, როცა მე მაქებდნენ, როცა უხაროდათ ჩემი დანახვა, იმდენად ეს მსიამოვნებდა, რომ მივხვდი რომ არავის არ უნდა დავაკლო იგივე ემოცია, თუ ეს გულწრფელია. ცალსახა. კი, ძალიან დიდი мотиваცია არის. მოდი და მსიამოვნებს ყველას. წავიდეთ 1-25-30 წლით. წავიდეთ. მაინც გამომივიდა ეს სევდიანად 30 წელი ძალიან ბევრია, მაგრამ მაგ დროს იწყებოდა ალბათ შენი კარიერაც, ხო? ნამდვილად. და ყველგან უყვები და ძალიან მომწონს ეს ფაქტი. თუ მასთან ვინმე რამეს იკერავდა თბილისში არ ქონდა მას არც ატელი, არც ადგილი, სადაც შეკერავდა, სადაც თქვა კონსტრუქციას აწყობდა და ქუთაისიდან თბილისში, დიახ, ქუთაისიდან თბილისში მას დაჰქონდა ნახევრად შეკერილი კაბები იმისთვის, რომ მისი კლიენტები ბედნიერები ყოფილიყვნენ თბილისში. ამას არც თაკილობდი, არც გეზარებოდა და ამას აკეთებდი ძალიან დიდი ენთუზიაზმით. აი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ვიცი, ვინც ამას გააკეთებდა. თან მაშინ გზები არ იყო და ქუთაისიდან თბილისში ჩამოსა და უკან დაბრუნება ერთი არა, ასეთი გამართული გზები არ იყო და ბევრად დიდი დრო ჭირდებოდა. ნახე, ყველაფერი ოდნავ ადრე დაიწყო. ხო. როცა ერთ მშვენიერ დღეს სიცივეში, რა თქმა უნდა, შუქი არ მქონდა, მშიერი ვიჯექი და უпроსწორად აი ეს რაღაც ხო შენთვის რო ხარ, მოვიდა შუქი და ჩაირთო რადიო. და პირველი განცხადება რაც იყო, ეს 95 წელია, რომ ვიწვევთ მხატვრებს, დიზაინერებს და კეთდება ავანგარდული მოდის ფესტივალი და მსურველებმა დარეკოს რაღაც ნომერს. მოგეხსენებათ, არანაირი მობილური, არაფერი არ არის. ხო? გვაქვს სახლის ტელეფონები, შენ უნდა დარეკო, იქ უნდა დაემთხվეს, რომ ვიღაცამ ყურბილი აიღოს. ან გადასცეს და არავინ არ იცის გადასცემს თუ არ გადასცემს. მოკლედ მოხდა რაღაცა ინფორმაცია ზემოდან მე ეს მივიღე, წავიღე ჩემი ესკიზები და მიმიღეს. და მიპასუხე დამიბარეს და მივედი და მიმიღეს. და ეს როგორი პერიოდია, იცი, გარეთ არაფერი არ ხდება, აბსოლუტური სიბნელე, დილის 5 საათზე ვდგებით, პურს ყიდულობთ. თუ გაგვიმართლა და სოიოც ვიშოვეთ, ესე იგი მშიბრები არ ვართ, პური ნიშნავს, რომ მარილს მოაყრი და ალბობ და ხაჭაპური გაქვს. ან შაქარს მოაყრი და დესერტი გაქვს. ხო, უნდა გაგიმართლოს, რომ რომელიმე წყარო, რაც შუქნიშნიდან ან სადმედან გადმოყვანილი, რომ ეს გააცხელო. მეტროდან. ესეთი მარტივი სქემა ბენზინის ომები იყო, მაგ პერიოდში ბენზინიც არ იყო. და მოკლედ, რაც ნახატები მქონდა სახში, დავჭერი ესე წვრილ კუბიკებად, შევაერთე, მე გამეხსნა ეს ფანტაზია, გამიმართლა, რომ ავანგარდული ფესტივალი იყო, წავედი, მაშინ წერეთელზე იყო ბაზრობა, ოღონდ გადახურულიც არ იყო, ესე ქუჩაში ეყარა ეს რაღაცები და ვიყიდე შავი პარკები, ბევრი ნაგვის, რაღაცა ყვავილები, მახსოვს რომ ეს ძალიან ბევრი პარკი რო ვიყიდე, იმ ქალმა მითხრა
ღმერთმა კარგად გაგაყიდინოს, იმალა იცოდა. რაღაცა უნდა შემეკრა. ბითუმად იყიდე ხო? პრინციპში მართალი უთხოვს. და ნუ მოკლედ დადგა კარგად ეს დღე, როცა დაგვიბარეს, მივედით აი ამ წერეთელზე ან დიდი საგამოფენო პავილიონი, გარეთ ხიდი არის და შუქები ანთია. იცი როგორ მახსოვს, იცი როგორ კარგად მახსოვს ეს ერთადერთი დღესასწაული. ადგილი დიტუბაში განათებული და ყველა ვინმე თუ კი არსებობს მთელი თბილისი, აი იმიტომ რომ შიგნით არ უშვებდნენ, აი ესე ყველა გას და ხედავ აი ძალიან ბევრ ლამაზ გოგოს, ძალიან ბევრს. და მეუბნები რომ აქედან აირჩიეო 10 გოგო აირჩიეო და ჩააცვეს შენი შემოქმედებაო რა. ნუ კაი ჩავაცო, თურმე აღმოჩნდა რომ მუსიკა მჭირდება. გარტყმაში არ ვარ, სად ვიპოვო ეს მუსიკა და მახსოვს აი ძალიან პატარა ჯიხური იყო რუსთაველის მეტროსთან და ბევრი კასეტები რო არის ხო იცით აი ესე რომ ჩაციციკებული რო ედოთ კი და მივედი და აი ღმერთმა გაახაროს ის ბიჭი ვეუბნები რომ აი ძალიან ეფექტური მუსიკა მინდა მეთქი რა აი ძალიან ეფექტური მეთქი და თან რომ მეყოს თქო რა და კაიო და ფროდიჯის მუსიკა ფროდიჯი იმ დროს კასეტით რო იყიდე ფროდიჯი იმას უსმენენ რაღაც აი რას უსმენენ კაცმა არ იცის და ჩავდე და საღამოობით ქონდა რეპეტიციები და ნუ რეპეტიცია ხა ეს მოდელები ჩაულებრივი შოუ კლასიკურ მას გარტყმაში არ ვარ ინტერნეტი ჩვენ ინფორმაცია საიდან უნდა მივიღო ხო მერთო რა და ნუ აი დადგი მეუბნებიან და რა უნდა დავდგავი ფიქრ თან რეჟისორი ჩვენ ხარ ყველაფერი და დავდგი ვითომ ორი მოდელი ერთმანეთში დადის ეს ფროდიჯის მუსიკა და ნუ მოკლედ მივხვდი რომ რაღაც რეჟისორული ნიჭიც მაქვს რა. ხო და ეს იცი როგორი პერიოდია, როცა იწყებ და უვიცი ხარ მოკლედ და ერკვევი, შენი თავი გონია გენიოსი რა. აი გეგონა შენი თავი გენიოსი? ხო აი სხვა გზა არ მქონდა დავაჯერე. უნდა გგონებოდა. წინამძღოლ ხო ჭამი აი ოთახიდან ვერ გავიდოდი, იმიტომ რომ ბაცნობიერებდი იმ გადმოსახედიდან იმ მასშტაბს, რაში შევდიოდი და მე რომ ეს აი ოდნავ მაინც შემშინებოდა, ნუ დაღუპული იყო ჩემი საქმე, თან კონკურენტები ძალიან ბევრი, კარგი ხალხი იყო შეკრებილი, ძალიან კარგი საოცარი ეს ორგანიზატორები, ვინ მოიფიქრა საერთოდ ამ დროში ამის გაკეთება, გელაკუპრაშვილმა ეგ იყო ორგანიზატორი. მაგრამ აი კაი ჯგუფი იყო რა, ყველა გვეხმარებოდა და ნუ მოკლედ მოხდა ისე რომ გამართლა ამ ჩემმა გამოსვლამ ისე რომ მე რა თქმა უნდა ვერ გავიმარჯვე, მაგრამ მქონდა ოვაციები, ყველა მეუბნებოდა რომ კაი მეორე ეს ისა რა ქვია, ორჯერ გააკეთეს, ამჯერ გააკეთეს დადგმები, ნუ ყველა ვერთობად სახში წასვლა არავის არ გვინდოდა, იმიტომ რომ კიდე დღესასწაული იყო და 10 ლეიბი და 30 საბანი შიგნით ჩაცმულ დახურული რა არ გვინდოდა სახში წასვლა, მქონდა ზეიმი. ცოტა თამამად ჩაცმული ქალებიც ძალიან დიდი ამბავი იყო გოგონები, რომლებმაც პირველად ვნახე მე მგონი ლაივში ცხოვრებაში ქალი, რომელსაც არ აცვია ვთქვათ ზემოთ არაფერი და უჩანს. ეს ცალკე შოკი იყო. ეს ჩემთვის შოკი იყო ნამდვილად. ეს მოდელები, მინიჟუკები და მახსოვს მაშინ კერდი უჩანდა. ნათია შელეგია დააგვიანა თუ რაღაცა ჩვენ უკვე ავირჩიეთ ეს აი თაკო ჩხეიძე 13 თუ 14 წლის არის. ანუ კრისტიც იყო. კრისტი ყველა იქიდან. ნათია მაკაცარი და ესენი ეს 2 მეტრიანი 13-14 წლის ბავშვები თამაშობენ დამალობანას და ბუჭკი და კედლს უკვე ძალამაზები. ბავშვები არიან პატარები და მოდის ამაზე დიდი იყო ნათია შელეგია და შემოდის და რო ვერ ალაგებ ტვინში ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ დიდი შავი სათვალებით, აი ამ ხელა ტყავის ქვედაბოლო ესეთი ტრაპეცია და მაშინ ძალიან მაგარი დიზაინერი, ანუ ყოველ შემთხვევაში ესე იყო ცნობილი, სალომე ტყაბლაძე აკეთებდა ფეხსაცმელებს და ეს ფეხსაცმელი იყო აი ესეთი შუზები, ლაკის შავი და წინ ოთხკუთხედი ცხვირი ქონდა ესე თეთრი წინ და მოდის ეს ნათია შელეკი. ყველამ გადავცვალეთ გოგოები კოსტუმები დავამატეთ, არ ვიცი რეები აქენი და კარგი ნათია ჩავსვით და მეორე დღეა და ჩამოფრინდაო ერთი გოგო რა, ნუ ნინო სალუქვაძე. საოცრება.
მოკლედ თენდება და ვაი რა თენდება. მოდის ეს ნინო სალუქო. და მაგარია. პარკები აღარა გაქვს. შავი. აი ძალიან ბევრი ზაგარი. ხვერში საყურე. 95 წელია. 95 წელს ხო. შავი, აი ესეთი, აი ხო წეხა აი 10 უთოთი რო აუთავებდნენ. აი ესეთი გრძელი თმები შავი, თეთრი მაიკა. ამასაც იშუზები და ის ქვედაბოლო. და აბა ეხა თუ ვინ არის? ჩავამატეთ გასწრებები. აუ ხარა რა ეხმა კონდა. მაგარია. აი გამარჯობა საყვარელო თუ აი რა. როგორ გახსოვს? ეგორი იყო ყველაზე ხوارი რაღაცა ეფექტები შესცხოვრებაში ეგორი იყო ყველაზე ეფექტური ეგორი ვიცი აი ეგორი შემოსვა იცი რა მანამდე ეს ბავშვები იყვნენ ბავშვები რა ეს თაკოჩხეიძე დიდი ლურჯი თვალებით და 2 მეტრი ოღონდ ბავშვი პატარა ეს მაკაცარია კვარცხლბეკი ხო სხვანაირი კონსტრუქცია ჰქონდათ ჯერ პატარები ბავშვები იყვნენ და ესენი რაღაცა უკვე 22 წლის თუ 20 წლიანი ესენი უკვე დიდი გოგოები იყვნენ რა ну მოკლედ ჩავატარეთ და დავმეგობრდი ყველასთან და მაშინ არც კაფეები იყო არც რესტორანი არაფერი არ იყო და იქვე წერეთელზე ვცხოვრობდი იქ მქონდა ბინა ნაქირავები რა და მქონდა გადმოყვანილი უბრალოდ ჩემს ვისახშიც ვცხოვრობდი იმათ მქონდათ ეს შუქი პერიოდულად დავდიოდით იქ და ხან ჭამდით ხან რაღაცა და ну მოკლედ იქაური აი უბნის ბიჭებიც ძალიან გვივლიდნენ. და კმაყოფილი. მათთვისაც ეგზოტიკა იყო. როცა ეს იცი როგორი დროა, რომ გარეთ გამოსვლა და უსაფრთხოება ხარ, ან დაჩეხილი ხარ, ან მანქანაში ხარ ჩაგდებული და ან გამოხვალ გარეთ, ან ვერ გახვალ ლაიკით, გამოხვალ მაიკით. კი, ან საერთოდ ვერ გამოხვალ რა. აი ისე გისმენთ, რომ არც ვთქვათ, ეგეთი რამე არ მომხდარა, რომ სტუმარი მოვიდა და ჩვენ ესე პოპკორნი მინდა ერთი ხარ იღბლიანი ადამიანი ძალიან იმიტომ რომ ეხლა რასაც იმის გარდა რომ შრომის მოყვარევარ ვარ ძალიან იღბლიანი და უკვე ნანიკოს რაც ახსოვს და ინფორმაცია რაც არის ეს არის ძალიან ანუ 1-5 წელი გავიდა და უკვე დგება ის პერიოდი როცა დაიწყო რაღაცეებმა აღორძინება ნელ-ნელა დაიწყო გამოღვიძება და მრეწველობის რაღაცა პროექტი იყო აღორძინების თუ რაღაცა და ну მოკლედ ერთ-ერთ მე აი ამ წლების განმავლობაში გავიცანი მამუკა კიკალიშვილი რომელიც აი ესეთ პატარა შოუებს აკეთებდა იმიტომ რომ ერთი გოგო უყვარდა და ამიტომ შეძვრა ამ შოუებში აჰა შენ როგორც მე როგორც გოგოების ფავორიტი დიზაინერი რა თქმა უნდა ავთო და ამას ყველაფერს თან სახში ვჭრიდი, ვკერავდი მე თვითონ რა კონსტრუქცია იყო, რა გარტყმა იყო, რა სადრა იდგა, მე ერთჯერადი ეფექტი ქონდა სასწაული რა. არა, ფაქტია რომ ქონდა, იმიტომ რომ და ნუ მე ავიყვანე უკვე მკერავი და მოხვდი ამ ქუთაისის ფაბრიკაში და ეს ქუთაისის ფაბრიკაში მოხვედრაც იყო გენიალური ამბავი. შევედი და 200 ქალი ზის. შენ რაღაცა ხლაპი არავინ სერიოზულად არ აღგიქვავს და უნდა გავაკეთო კოლექცია, რომ ამ აღორძინების პროექტში ჩვენება გამოვიტანო. ნუ ეხა მაშინ მქონდა რა ხაი და მკერავები მე ღირსა და მოსვინმე გამოჭრის. 200 ქალი. ნუ მოკლედ, რაც კი ფანტაზია მქონდა და არ მქონდა. პერანგი იყო, ვაჯიბე ქონდა 29 პაგონი. ჩარვალი იყო, აი ქვედა ბოლოც იყო ბიჭიბეც ქონდა, აი ყველაფერი ქონდა და ნუ დავშოკეს ლაბორატორია, იმიტომ რომ თან ზოგი იყო ასაკოვანი გამოცდილი მკერავი და აი ხო ვჭრიდი და ნუ ხო ყველას ეგრევე შეუყვარდი. თავისთავად, ამაში ეს რა ქვია. ერთი იყო თალიკო გიშდებოდი იმ ქალზე და ნუ მოკლედ აი 8 ჯიბით ხო მიდიოდა დაუდებდნენ ეს და დააკერა ეხა ამ თალიკომ და უჭირავს ეხა ეს და ეს ლალი უფროსი ანუ ამ ლაბორატორიის უფროსი ეგი მომჩა ერთი ჯიბი დაჭა ადგილი ვერ ნახა ხო სადმე მე ეგრევე გადავიტანე სხვაგან და ზოგს იმდენი დეტალი ქონდა რომ აი ეძებდნენ ხოლმე და თან მე ყველაფერი მაწონი იმიტომ რომ ეს ნაჭრები თუ 9-20 სანტიმეტრებით ქონდა ნაყიდი ვაგზალზე იყო ორი პატარა ბუტკა იქ ნარჩენები იყიდებოდა ფეხით მივდიოდი იქ ყიდულობდი ამ ნარჩენებს მომქონდა და მკერავდი კოლექციას აი ამ ქარხნიდან დაარბენინებდი ტანისამოს უკვე აქაური კლიენტებისთვის აბა რა ისი ნახე გავაფრთხილე ყველა არა მაშინ იყო რომ ჟურნალში
სარკე ხო, რაღაცა არ ვიცი, ეგ მიმდინარეობა და ვიღაცა კაცი და რაღაცას აკეთებს თან დიზაინერი ქვია. ნუ მაღალფართო. ცოტა იმდაბლებს ახლა თავს, მაგრამ არა უშავს. და ნუ მოკლედ ინტერვიუზე წავიდა და ნუ მოკლედ მაშინ რა ხარ რეკლამა არ იყო, ინტერნეტში ვიცი არისო, არაფერი არ იყო, იქვე აწერდნენ თუ რამეა ამ ნომერზე დარეკეთ. აზე ხარ პირდაპირ და იქვე მე რა ჩავამატებინე? შაბათ და კვირასა მარტო სახლში. ეგ არ ვიცოდი. არა სხვათხებში რომ და ვერ მოუსწრებდი, ვერავინ ვერ გათმომცა, ან თუ ვერ გათმომცა რა უკენა რა. ისტორია. მოკლედ ამ შაბათ კვირას აფეთქდა ტელეფონი რა. მივიღე მე ხო აი 2 დაქალი რომ მოვა, იმას 4 მოყავს, 4-8 მოყავს და ნუ მოკლედ ამ ჩემ ნაქირავე ბინაში ვერ ვეტეოდი და ამ ბინაში კეთ ჭამდი, კეთ მეძინა, კეთ რა ვიცი, შაბათს ვერ ვასწრებდი. რა ვიცი, აი ყველაფერს შვებოდი რა. აი მაგ დროისთვის მახსოვს შენი ტანსაცმელი თუმანიშვილის თეატრის პირდაპირ რაღაც მაღაზია, შენი მაღაზია იყო თუ? ჩემი მაღაზია იყო პირველი, ეს იყო 2000 წელი. ეს უკვე 2000-ში კი გავიზარდე უკვე. 5 წელიწადში აი გაიზარდა 20 წლით. გავიზარდე და წინ ქირავდებოდა აი ამ ხელა კი, მაღაზია. პატარა მაღაზია აი ამ იყო. ხელა დვიჟოქს ჩავთავდით. დვიჟოქს და ეს როცი მძივებს, ხო იცი? და ნუ მოკლედ ეხლა დიდი პრეზენტაცია როგორ გამეკეთებია და მაშინ ნუ ეხლა სრულ საზოგადოებას არ ვიცნობდი ელიტას. ნუ აი თან მიღებული ვიყავი, თან მე რთულად თან ცოტა გვერდზე იყავი. ქართულ ცოტა რთულად მიღებდნენ რა. ნუ ეხლა არ ვიყავი ეხლა თბილისში დაბადებული გაზრდილი, ჩამოვედი და ეხლა რაღაცა სპორტყიალა. ახლა უმატებს. ხო და ნუ მოკლედ დავპატიჟეთ ყველა. და ბაბლუანის კინოსტუდიაში ერთ-ერთმა კლიენტმა მომცა ფული. თავის ცოლს შეუკერა საქორწილო კაბა ამ ბიჭმა, რაღაცა კომპანია ქონდა, მომცა ფული და მიდი ძმაო გააკეთეო რა. ანუ ეს ფული დაივიწყე რა მოგეცია რა. ნუ ახლა თლათ იმდენიც არ იყო რომ ანუ ის ვიქირავეთ დარბაზი და უკან აბრა გავაკეთეთ რა და სკამები ვიქირავეთ. ნუ ეგ იყო მთავარი. წავედი ვიყიდე ფორთოხლები, მანდარინები, ნახერხი გავაკეთე აი ამ პოდიუმზე უკან ეს აბრა ამ ბაბლონის კინოსტუდიაში იყო ძველი მანქანები, ამაში ჩავსვი სტუმრების კამები დავუმატე. წავედი ავტობუსით თურქეთში, თვითმფრინავის ფული არ მქონდა, წამოვიღე იქიდან ნაჭრები, პარიკები, რაღაცები და გავაკეთე ესპანეთის ბაზარი. და მახსოვს დარსვა იყო მაშინ საინფორმაციოში და ერთი პირველი არხი იყო და მეორე შემოუერთდა მეორე, ხო, მაესტრო და მეორე არხი. და საინფორმაციაში ირთვება ამბავი. დარსო მეუბნება რომ რაღაცა ვიფიქრე არ მეგონაო თუ ქართულ რამეს ვაშუქებდით უცებ ეს დიდი ჩვენება და ყველა მაგ ასათიანიდან დაწყებული ლელა წუწომიათი დამთავრდა ვინც კი არსებობს ყველა და ყველა იძლევა ჩემთვის გასაოცრად საოცარ ინტერვიუებს რომ და ნუ მოითხოვა ეს 20 კვადრატული რაც ვქონდა ჩვენების მეორე დღეს არის ხალხო რამხელა რიგი იცი? ელოდი ასეთ განვითარება. რიგი როგორ იცი? პურის რიგში რო ვიდექით 5 საათზე, ის რიგი მაქვს მაღაზიის წინ. ანუ ხალხ საჭმელი არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს, დვიჟოკი ამოვქოქეთ და რიგია. აი მე ვიფიქრე გავაღოთ კარები, აი ეს კოლექცია ვის ჩაეტევა, ვისაც ეხლა რომ აქ რო ვიცით რა არის სეზონით ადრე შემიკვეთეთ არ ამას აქ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მილანის შოურუმისთვის არის ეს და ზომები ესე და თარგი გადამრავლებული. არა. რაც ქონდა იმას მყიდით. ეს რას ნიშნავს? გოგოები 2 მეტრი, კლიენტი არა. იქვე აქვე გადაჭრა სიძის მიჭრა გვერდებში ჩადგმა ძალიან კარგი სერვისია სხვადასხვა დრო ეხლა უნდა კონდეს ჩვენთვის განკუთვნილი დრო ისე ჩქარა გაიქცა საინტერესო ჯერ არა ძალიან ცოტა დარჩა და ძალიან ცოტა დარჩა და აუცილებლად მინდა შევეხოთ შენს ტრანსფორმაციას, შენ წინასწომრობისას ახსენე რომ რამდენიმე წლის წინ საერთოდ შეიცვალე ცხოვრების სტილი, ბევრ რამეზე დაფიქრდი, რაღაცები აღმოაჩინე. რა მოიტანა შენ ცხოვრებაში ეს ცვლილება და დღეს როგორ ცხოვრობ განსხვავებით აი ცხოვრებისგან, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. ნებისმიერი ასაკი არის ახალი გამოწვევა, ნებისმიერი მრგვალი თარიღი ნიშნავს, რომ შენ ახალ ეტაპზე ხარ. ნებისმიერ
ახალ გაუაზრებლად გეწყება გონია რომ ნერვოზია, მაგრამ შემდეგ თუ დააკვირდები თავს და კარგად გაანულებ საკუთარ თავს და ყველა პრობლემას აღიარებ, ჩამოწერ, წაიკითხავ, თუ არ გშველის ვიდეოს გადაიღებ, რო გადაიღებ ვიდეოს, ხვდები რომ შენ თავს შენვე ატყუებ, იმიტომ რომ რაღაცა მოტყუებულ ვერსიას უყვები. და ნუ მესამე დღეს ნახულობ, ხვდები რა შეცდომები გაქვს დაშვებული და უკვე ცხრილავ ტერიტორიას. მე თვითონ ვისწავლე, იმიტომ რომ მივხვდი რომ ვერავინ ვერ მშველის. და მე თვითონ დავიწყე ჩემი თავის შველა. იწყებ ადამიანების ნელ-ნელა უმტკივნეულოდ დაცხრილვას, იწყებ ტერიტორიების დაცხრილვას, ანუ აი ასუფთავებ, თუნდაც მარტო დარჩე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ხელა ხარ. შენ თუ შენი თავის გართობა შეგიძლია და საინტერესო პერსონა ხარ, ჩათვალე, რომ შენი ცხოვრება შედგა. მარტო მოვდივართ, მარტო წავალთ. არა, მაგარია. და ანუ დავიწყე დაჯერება ჩემი თავის და მოსმენა. აი ამ მოსმენის დროს აღმოვაჩინე აბსოლუტურად ახალი ადამიანი, უბრალოდ ძველი, რომელსაც ვაყრუებდი. ხო, რომელიც არ ესაუბრებოდა და ვუსმენდი. არ ისმენდი. საერთოდ არ ვუსმენდი, იმიტომ რომ მოცემულობა მქონდა და უნდა შემესრულებინა და ძალიან მტკივნეული. დავიწყე შესრულება. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს. ძალიან მტკივნეულია. სიტყვა პრობლემა, მტკივნეული, სუდათ ვარ ამოვიღე საერთოდ ლექსიკონიდან. გამოწვევა, გადაჭრა, გვერდიდან შეხედვა, რეალიზება, აი მარტო ეს სიტყვები მაქვს რა. ტვინში ამოვიღე ეს, იმიტომ რომ არ მინდა რომ გავუშვა ინფორმაცია, იმიტომ რომ ინფორმაცია რომელიც ბავშვობაში გავუშვი, ფანჯრის რაფაზე რო ვიჭექი. აი ამ პლასტინკებზე ინტერვიუს ვაძლევდი ჩემს საკუთარ თავს. ვიყავი ძალიან ცნობილი ადამიანი, მაშინ დიზაინერი არ ვიცოდი რას ნიშნავდა. ვერ ვასწრებდი ვერაფერს, ისეთი დაკავებული ვიყავი, შესაძლებლობა მქონდა, კარგი ოჯახი მქონდა, კარგი ცოლი, კარგი შვილი, კარგი საზოგადოება, მერე დავფიქრდი, რომ მე მაშინ გავუშვი ინფორმაცია. ჩემებურად. არ ვიცოდი, მაშინ ამას სახელი არ ერქვა და მივხვდი რომ ეს მუშაობს და ეხლა ამითი ვმუშაობ, რომ მე ყველაზე ძლიერი ვარ, მე რეალიზებული ვარ, მე ძალიან საინტერესო ისტორია მაქვს ცხოვრების და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და ესე ვუსურვებ ყველას. მოძებნეთ ძალები, ხალხო. არასდროს კარგი დრო არ არის. მოიგონეთ ეს დრო. ჩასვით დისციპლინა. მოიგონეთ ეს დრო, როცა უნდა ივარჯიშო, სწორად იკვებო. არ ვიცი, აი ამას ჭირდება მხოლოდ ტვინი და საკუთარი თავის დაჯერება. მე მომწოდებელი არ ვარ, არც ფსიქოლოგი ვარ, უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გიზიარებ. ძალიან კარგი ტექნიკარი და დიდი მადლობა, რომ დაწერა რომ მუშაობს, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ბევრი ამის ფორმულირებას აკეთებ, ვიდრე პასტა დაამწრებს, მაგრამ ჩაწერა ვიდეოს ეს კიდევ უფრო ღრმა. როცა არ გშველის ჩაწერე და შენ თავს უყურებ და ხვდები რომ გატყუებს. იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვუყვებით ჩვენს დანახულ ვერსიას. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერ ატყუებ, არის შენი თავი. ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ 9:30 საათი იყო განკუთვნილი და აი ესე გავიდა. 5 წელზე გავჩერდ, დანარჩენ 5 წელზე. იმ თვეში მოვალ. ჩვენ გიდან უნდა დავიწყოთ მე იმ თვეში იმიტომ რომ იმედის ჩაცმა და ხრუაც ჩემი გაკეთებულია. ვერ მივედით აქამდე. არა მაგამდე ბეთი 8 გადაცემა. ძალიან საინტერესო ადამიანი. დადიმავე, მოიცა ცოტა ხანი. დაიმშვიდობე მაყურებელს. სამწუხაროდ მართლა დრო გაგვექცა, მე პირადად დავშევიდი და მოусვენდი ზეგდივამდე. თუმცა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ზვია ჩიხლაძე შემოგვერთება და ჩვენს 4 ფეხა მეგობრებზე ვისაუბრებთ. დროებით სამწუხაროდ ოღონდ დროებით